მოგესალმებით ყველას ჩემს არხზე, დაგიბრუნდით ახალი ვლოგით და გავატაროთ დღე ერთად. გერთვებით საფრანგეთიდან ჩვენი დილა იწყება როგორც ყოველთვის კრუასანებით და აქაური გემრიელობებით. დღეს დედიკոც სამსახურში გავიდა უკვე ერთკვირიანი შვებულებაც და დღეს მარტოები დავრჩით სახლში, რადგან მამიკოც სამსახურშია. სანამ სამსახურებში წავიდოდნენ, უკვე დილიდან მოიტანეს ცხელ-ცხელი კრუასანები. ახლა ჩვენ ვისაუზმებთ და შემდეგ ავაწყობ დღის გეგმას. დედაჩემი არაფრის გაკეთების უფლებას არ მაძლევს, სრული სიტყვის მნიშვნელობით ამდენი ხანია აქ ვარ და საერთოდ არაფრის გაკეთების უფლებას არ მაძლევს, ასე რომ დღეს ბურთი და მოედანი ჩემია. თორმეტი საათისთვის ნანა უნდა მოვიდეს, ბავშვებს დამიტოვებს ცოტა ხნით და დიდი იმედი მაქვს რომ გაჩერდებიან. დენისზე არ მაქვს პრობლემა, ცოტა ლუიზი ტირის რომ ხედავს და როგორც ნანამ მითხრა, ბავშვს დააძინებს და ის ეწევა და დიდი იმედი მაქვს რომ ამ ხნის მანძილზე დაიძინებს და არ იტირებს. ასევე მინდა რომ რაიმე მარწყვის ტორტი გამოვაცხო, ან მსგავსი, რადგან მარწყვი ფუჭდება, უამრავი მარწყვია და ვიფიქრე რომ რამე მსგავს მარწყვის ტორტს გამოვაცხობ. ახლა მოვამზადებ მე ბისკვიტს, ასევე ვიპოვე რამოდენიმე კრემი, არ ვიცი როგორ კეთდება ეს კრემები და ნანა რომ მოვა ერთად მოვამზადებთ. პირველ რიგში ვიწყებ ბისკვიტის მომზადებას. სიმართლე გითხრათ, ძლივს ვიპოვე ეს მიქსერი. უკან კადრში ხედავთ სამზარეულოს კომბაინს, რომელსაც თავისივე მიქსერი აქვს. მოკლედ ისიც ფრანგულად იყო, ვერაფერი გავუგე და დავიწყე მიქსერის ძებნა. კიდევ კარგი რომ მოვძებნე და ახლა გამოვაცხო ბისკვიტს. ბისკვიტი მინდა რომ უგლუტენო გამოვაცხო, როგორც იცით, ნანას ალერგია აქვს ხორბლის ფქვილზე, ამიტომ სპეციალურ ფქვილს გამოვიყენებ. რაც შეეხება ამინდს, ისევ ცხელა, დღეს იმდენად კაშკაშა მზე არ იყო, ამიტომ სვიტერი ჩავიცვი, რადგან მხოლოდ ზამთრის და თბილი ტანსაცმელები მაქვს თან წამოღებული და ოდნავ სიცივე რომ წამოვიდა, გადავწყვიტე რომ თბილი ტანსაცმელი ჩამეცვა, რადგან ამდენი წამოვიღე და ტყუილად ხომ არ წამოვიღე. შემდეგ რა თქმა უნდა გავიხადე, რადგან ცხელოდა, მართლა ცხელოდა. დღეს ვაკეთებ 5 კვერცხიან ბისკვიტს, ავიღე 5 კვერცხი და გავდგებე 5 სუფრის კოვს შაქართან ერთად. მიქსერი თავის საქმეს ძალიან კარგად უმკლავდებოდა, მაგრამ მე მოთმინების უნარი არ გამაჩნია, ამიტომ მოვხსენი კომბაინს და გავაგრძელე ხელით თქვება. ხელით უფრო კარგი გამოვიდა. მე ასე ვფიქრობ, ამ დროს დამავიწყდა ზეთი და გამაფხვირებელის გამზადება, ამიტომ გოჩას დავოძახე საშველად. კვერცხის და შაქრის მასას დავომატე 4 სუფრის კოვზი ზეთი, გამაფხვირებელი 1 სუფრის კოვზი და 5 სუფრის კოვზი ფქვილი. ფქვილს ვუმატებთ ნელ-ნელა, შიგ ვაცრი და ისე ვურევ ხელის მიქსერით. I've been drinking water for some time, picking up the parts of all my life. Didn't get to solve it this time. I won't hide to break apart. Don't tell me why we can't collide. Nowhere to run, nowhere to hide. Don't you feel it? On the break of dawn, I'll follow you to carry on. On the break of dawn.
ამ დროს მოვიდა ნანაც პატარებთან ერთად, პატარა ლუიზი დააძინა და გადავწყვიტეთ, რომ მოგვემზადებინა ბავშვებისთვის ფლოვი ქათამთან ერთად. ნანამ იცის ამ კომბაინის, უпростоრად სამზარეულოს კომბაინის გამოყენება და გადავწყვიტეთ, რომ ორთქლზე მოგვეხარშა ეს ქათამი. შემდეგ წყალი, რასაც გაუშვებდა ქათამი, გადავწყვიტეთ, რომ მოგვემზადებინა ბავშვებისთვის ბრინჯი სტაფილოსთან ერთად. ნანამ დადგა ქათამი და წავიდა, ქათამს სჭირდება ზუსტად 1 საათი ორთქლზე მოხარშვისთვის და მე ვაგრძელებ ტორტის მომზადებას. როგორც უკვე გითხარით, კრემები ვიპოვე, იყო შეფუთვაში 2 კრემი, 1 შოკოლადის და 1 ვანილის. ვანილის კრემი ნანამ მოამზადა და წავიდა, რადგან მოსახარში იყო და გაციება სჭირდებოდა, ხოლო შემდეგ ამიხსნა, როგორ უნდა გამიკეთებინა შოკოლადის კრემი და შოკოლადის კრემს მე თვითონ მოვამზადებ. გადავწყვიტე, რომ დამეჭრა მარწყვი და გამერია ამ ვანილის კრემში, შემდეგ მინდა რომ ბისკვიტი 2-ად გავყო და შუა გულში ჩავდო მარწყვის და ვანილის კრემი და ზემოდან შემდეგ გავუკეთო შოკოლადის კრემი. დიდი იმედი მაქვს, რომ გემრიელი გამოვა. Justify the love we lost, the love we had. Don't you feel it? Don't you feel it? On the break of dawn, I follow you to carry on. On the break of dawn, I'll follow you to carry on. შოკოლადის კრემი მზადდება უადვილესად და არის უგემრიელესი. ჩემთან მაღაზიებშიც აუცილებლად უნდა მოვძებნო. დავამატე 250 გრამი ცივი რძე. რძე არ იყო გაყინული, უბრალოდ მაცევრიდან გავთქვიფე და სულ რამოდენიმე წამში გასქელდა, გახდა უგემრიელესი, მოკლედ არ ვიცი სიტყვებით როგორ ავხსნა, გქონდა შოკოლადის ნაყინის გემო. ძალიან გემრიელი კრემი გამოვიდა, შემდეგ ზემოდან წავუსვი, ზემოდან დავაწყე ასევე მარწყვები და ჩავდე მაცივარში, რომ კარგად გაჯდეს ერთმანეთში.
როგორც უკვე გითხარით, ბურთი და მოედანი ჩემია, მაცივარში ვიპოვე ბადრიჯანი და გადავწყვიტე, რომ სანამ დედიკო მოსამსახურიდან მომემზადებინა ბადრიჯნის სალათა, რადგან ვიცი, რომ ძალიან უყვარს ეს სალათა. ასევე პარალელურად ვამზადებ ვერმიშელს. ნანამ მითხრა, რომ პატარა ლუის ვერმიშელი ძალიან უყვარს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ სანამ გაიღვიძებს თქო, ვერმიშელს მოვამზადებ. თან ვამზადებ ვერმიშელს, თან ვჭრი ბადრიჯანს და ამასობაში პატარა ლუიზმა გაიღვიძა, შევედი ოთახში, მე რომ დამინახა, საერთოდ არ უყვარს ჩემი თავი და ისევ დაიძინა. შიშისგან ალბათ, არ ვიცი. You've been shattered, you've been broken down. Heart is beating, still won't make a sound. It feels like an angel straight from heaven, just like my love. პატარამ გაიღვიძა, ახლა ხედავთ კადრში რეაქციას, ჩემს დანახვაზე იმალება. გამირბის, გოჩასთან თამაში ძალიან უყვარს, ამიტომ გოჩას ჩავაბარე, მეთქი სანამ დედიკო მოვა, იქამდე ეთამაშა პატარას, მე ვაგრძელებ ბადრიჯნის შეწვას. Number 7, you're my shooting star. We're running round in circles. Love feels so invincible. Feel you when there's no one around. Your beauty's so amazing. I will always hold you down. Your heart will be kept safe and sound. But I don't wanna love you when I'm faded. ვერმიშელის დანახვაზე ცოტა შემომირიგდა პატარა ქალბატონი, დავსვი საჭმელად და ამ დროს მოვიდა ნანაც. ნანა მოამზადა ბრინჯი სტაფილოსთან ერთად, უგემრიელესი გამოვიდა და მე მოვამზადე ბადრიჯნის სალათა. სიმართლე გითხრათ, მეტი ვეღარ გადავიღე ამ დროს, რადგან პატარამ საწოვად რა დაკარგა, დაიწყო ძებნა, მოკლედ მთელი ოჯახით ვეძებდით საწოვარას, მთელი სახლი გადავქეკით და არსად არ იყო, ამ დროს აღარ ვიცოდით რა გვექნა და ნანა წავიდა აფთიაქში საწოვარას საყიდლად. სამწუხაროდ ჩვენთან არ არის ასე ახლოს და ორნაბიჯი აფთიაქები, ნანას მოუწია 20 კილომეტრში მანქანით წასვლა და საწოვარას ყიდვა. სანამ ნანა მოვა, იქამდე გავშლის უბრას, რადგან სადაცა დედიკო და მამიკოც მოვლენ და ვისადილებთ უკვე. ვისადილებთ არა, უფრო ვივახშმებთ. გავშალეთ მაგი და ბავშვებიც და ჩემი ძამიკოც დამეხმარა, ამ დროს მოვიდა ნანა და ორი საწოვარა მოიტანა ერთის მაგივრად, რომ თუ კიდევ დაიკარგება, მოკლედ იყოს კიდევ ერთი. როგორც თვითონ თქვა, წესით მანქანაშიც უნდა ჰქონოდა, მაგრამ მანქანაშიც აღარ იყო და ამ პატარა ქალბატონს უყურეთ, კიდრის მჟავეულს და შოკოლადის პუდინგს ერთდროულად რომ მიირთმევს. I don't wanna love you when I'm faded. You're the picture perfect, you're on my mind. Painted. And I don't wanna lose what we've got tonight. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. ნანა მოამზადა უგემრიელესი მოჰიტოს კოქტეილები, შემდეგ ვივახშმეთ, საღამოს დავჭერით ტორტი და დავაგემოვნეთ, უგემრიელესი გამოვიდა. მართლა არ მეგონა, რომ ასეთი გემრიელი გამოვიდოდა, შემდეგ საღამოს ვითამაშეთ, ბევრი ვითამაშეთ და ასე დასრულდა დღეც. Baby, 'cause your love's like a dynamite. I don't wanna love you when I'm faded. I can feel your heart need a saving. 'Cause your love's underrated.
თამაშებს რაც შეეხება ვთამაშობთ სამაგიერო თამაშებს, ახლა ხედავთ კადრში ვთამაშობთ თამაშს მაფიას, ამ დროს ყველა ხუჭავს თვალს ახელს მხოლოდ ორი მაფიოზი და ირჩევს თუ რომელი მოთამაშე უნდა გავიდეს თამაშიდან. ხა კადრში ხედავთ ნანა და ჩემი ძამიკო როგორ ჩუმად, მუნჯურად ერთმანეთს უხსნიან თუ ვინ უნდა გავიდეს თამაშიდან, ისე რომ არავინ გაიგოს მათი ხმა. აქ დავასრულებ ჩემს ვიდეოს, უღრმეს მადლობას გიხდით რომ უყურეთ ბოლომდე, დიდი იმედი მაქვს რომ მოგეწონათ. მომავალ შეხვედრამდე!